გამარჯობა, მე პაპელა ვარ, შენ თუ პირველად აღმოჩნდი ამ არხზე, გეტყვი რომ მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი, შემოგვიერთდი, რადგან აქ ნახავ თავგადასავლებით, ყვამლით, ადრენალინით სავსე ვიდეოებს, არც ერთი ვიდეო იმეც არ გაგიცრუებს, ასე რომ გამოიწერე და წავედით. ზედმეტი გაფორმებების გარეშე ვიწყებთ პირდაპირ ვიდეოს. დღეს გვეყოლება აირვა. ამ მანქანის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. თავიდან რომ გამოვიდა, მქონდა ვაუ ეფექტი, რაც ამ მანქანას დღემდე აქვს, მაგაზე ცოტა მერე ვისაუბროთ. მერე ვუყურე Top Gear-ის ვიდეოს, სადაც კლარკსონმა ვიდეოს ბოლოს თქვა, რომ მე F80-ით მივდივარ სახლშიო და ამჯობინა M3-ის F80 და მანდვე ჩამიკლა ინტერესი, რომ როგორ შეიძლება მანქანა, რომელიც ესე გამოიყურება, არ ამჯობინო F80-ის M3-ს. არც არასდროს მიტარებია, არც არასდროს მჯდარ ვარ და სპეციალურად აი აქვე ზედმეტი მხატვრული გაფორმებების გარეშე შუა ქუჩაში ვიწყებთ ვიდეოს პირველივე კილომეტრიდან რეალური ემოციები და რეალური შეგრძნებები მინდა გაგიზიაროთ. აი ესეთი გასაღები აქვს. ალბათ F-სერიის გასაღებია, ოღონდ აი ცომის საფრთხელებელი რომ გადაატარო და მერე ზედმეტი რაც დარჩება მოვაჭრა. ვიცი რომ აქვს 3 ცილინდრიანი 1.5 ლიტრიანი ძრავა, ტურბო და ელექტროძრავები. დანარჩენს გზაში გავერკვევით თქვენთან ერთად და მოდი წავიდეთ. პირველ რიგში აუცილებლად ყველაფერი ნაცნობია მათთვის, ვისთვისაც ეს ბრენდი ფამილიარულია, მაგრამ თან ბევრი რამე არის უცხო. მაგალითად, შუშებს რო უწმენ და მინისაწმენდები ამოდის შუიდან და გადის გვერდებზე. კი, გადამრთველი ბერკეტი არის BMW თუ BMW, რაც გინდა დაუძახოთ, საჭეთს ხელში ზუსტად ისეზის, როგორც ამ ბრენდში ვართ მიჩვეული, ღილაკები, ბევრი რამ არის ძალიან ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად, როდესაც მინდა მაგალითად სპორტ რეჟიმში გადავიდე, აქ არ მაქვს არანაირი ღილაკი ამისთვის, მაქვს მხოლოდ კომფორტის და ეკოპროს არჩევა, მაგრამ ბერკეტს გადმოვიტან თუ არა მარცხენა მხარეს, იგივე მანუალში როდესაც რთავთ ხოლმე, ავტომატურად იწვება სპორტული რეჟიმი, იღვიძებს შიდაწვის ძრავა, წინ ყველაფერი წითლდება და უკვე წავედით სპორტში, ხმაც გვესმის მანქანაში. მანამდე მოვდიოდით ელექტრომობილით, მოკლედ ისე გადავადგილდებოდით და ახლა მინდა რომ ავჩქარდეთ და მაინტერესებს როგორ აჩქარდება აირვა, თქვენთან ერთად ნახავ პირველად. მოკლედ სანამ ჩავადგავთ ახლა მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად ჩავჭექი, სივრცე არის იდეალური, ხედვის არეალი არის იდეალური, ყველაფერი მომწონს, ინტერიერის დიზაინიც მომწონს, ექსტერიერის დიზაინიც მომწონს. აი ვნახოთ, ხმაც გესმით ალბათ. მოდი წავიდეთ, აი 20 კმ/სთ სიჩქარიდან. კარგად მიდის, ძალიან კარგად მიდის. 1 და 5 ჰიბრიდი რო გესმის, ამას არ ელოდებ. არატრადიციული სუპერკარია. სუპერკარი იმის არის, რომ კონდეს დიდი ხმაურიანი ძრავა, ზოგს 10 ცილინდრიანი მოსწონს მაგალითად ლამბოს, ზოგს 8 ცილინდრიანი მაგალითად ფერარის, მაგრამ აქ გვაქვს 3. ელექტროს ხარჯზე ნიუტონები ეგრევე გაქვს და ეს ეფექტი აქვს, აჩქარების ეფექტი აქვს. ერთი რა ვერ გავიგე. აი მაგალითად გავჩერდით და სპორტში ვართ, მინდა ეხლა რომ ცოტა უკან წავიდეთ. როგორც კი სპორტიდან გადავწევ დრაივში, უკვე გაითიშა. შიდაწვის ძრავა დარჩა მარტო ელექტრო და ანუ გამოდის რომ ესე მივედით უკან პირობითად. და მე ისევ რომ წავედით, ისევ ახლა უნდა ჩავრთოთ სპორტი და ისევ ახლა უნდა ამოვქოქოთ ძრავა. რაც დისკომფორტთან ასოცირდება ჩემთვის. ანუ მირჩევნია რომ როვ გაზაო პირობითად და უკვე კაი გახურებულია ყველაფერი არ ჩაქრეს. კარგად ჩქარდება ნამდვილად, არ მქონდა ეს მოლოდინი არ მქონდა. და თან ტექნოლოგიურად იყო ძალიან წინ ეს მანქანა მის დროსთან შედარებით, იმიტომ რომ 2014-ში გამოვიდა უკვე 2014-ში 12 წლის მანქანა და გამოიყურება ისე როგორც
თითქოს ახლახანს დახატეს და სულ ახალი დიზაინი აქვს გარედან, ძალიან მომგებიანია და ძალიან ლამაზია ყურადღებას, რა თქმა უნდა, იქცევს. მაინც ეთყობა რაღაცებზე, რომ მოძველდა ტექნოლოგიურად, თუნდაც იმაზე, რომ მაჩვენებელთა დაფა კი ციფრულია, მაგრამ უზარმაზარი ჩარჩოები აქვს გარშემო. მონიტორი ასევე უზარმაზარი ჩარჩოებით გარშემო. ღილაკები უკვე დღეისთვის მოძველებული, მაგრამ მაშინ კი თავის დროზე ეფექტი ნამდვილად ექნებოდა. ერთი დონატი აუცილებლად უნდა ვცადოთ ამ მანქანით, ეხლა ისე არ გამოვა. BMW-ა. აბა. რაღაცა ქნა. რაღაცა ოღონდ. ერთიც და ბევრი აღარ ვაწვავთ. არის ბოლომდე, ანუ 100% ყველაფერი DSC off არის რა, მარტო stability, უბრალოდ მარტო traction-ი არა, stability-ც გათიშულია. და ეხლა ბოლომდე ჩავადგავ წავალ და არც კი მოცურდება. მე მგონი დავასვენოთ ხო, სანამ თვითონ დაისვენებს. დღეს მინდა გაჩვენოთ Areonis 4 განსხვავებული, მაგრამ ამავდროულად ერთი და იგივე პროდუქტი და ეს არის სუნამოები, რომელიც არის ფლაკონებში მოთავსებული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ თქვენი საყვარელი სურნელი აარჩიოთ. შეგიძლიათ პირდაპირ როგორც ჩვეულებრივ სუნამოს ვიპკურებთ, აი ასე გავაპკუროთ ავტომობილის ინტერიერში. და ძალიან კარგი არომატი დატრიალდეს, ან აი ამ ერთის გარდა დანარჩენს ყველას მოყვება თავისი პატარა სარკეზე ჩამოსაკიდებელი, რომელსაც პერიოდულად შეგვიძლია დავამატოთ ხოლმე სურნელება. ამ 4-დან შემირჩეულია ეს პროდუქტი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება და ავტომობილში, როდესაც ამას იღებს სათავსოდან და აპკურებს, გზავრებზე ჯერ მხოლოდ ფლაკონით ახდენ შთაბეჭდილებას და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს Areonis ძალიან მაგარი სურნელიც ემატება. არ ვიცი გითხარით თუ არა წინა ვიდეოში, მაგრამ ალბათ მიხვდებოდით, ჩემი ავტომობილის დასახვედრად და კონტეინერის გასახსნელად ჩამოვედით ბათუმში, გავჩერდით კიდევ რამდენიმე დღე დამატებით იმ ცდუნებას გავუძელი, რომ ჩემი მანქანა მაშინვე არ წამეყვანა Leader Motors-ში პირდაპირ პორტიდან, დავრჩით რამდენიმე დღე, რომ თქვენთვის მოგვემზადებინა ორ ძალიან მაგარ მანქანაზე ვიდეო. Mercedes-Benz AMG GTS-ი და BMW i8. ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო აუცილებლად, გამოიწერეთ არხი და რაც შეეხება Leader Motors, ხვალ უკვე ჩაუყვანთ ჩემს ახალ მანქანას, რომელიც აქამდე Carline ავტოიმპორტმა ჩამოგვიყვანა და ერთად ვნახავთ თუ რა მოდელია, რა დაზიანება აქვს, საერთოდ რატომ ავარჩიე ეგ ავტომობილი და რას და როგორ გააკეთებს Leader Motors-ი. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. მანქანის კარგად გასაცნობად ერთი დღე არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ როგორც ადამიანებს შეგიძლია პირველივე სიტყვაში, გამარჯვებაში შეატყო დაახლოებით როგორი ადამიანია, ალბათ ისევე არის უკვე მანქანებიც. როდესაც ბევრ ავტომობილთან გაქვს შეხება. Wow ფაქტორი აქვს თავიდან რო იწყებ ურთიერთობას. 2014 წლიანი როა ეგ კიდე უფრო მეტად გაკვირვებს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე Wow ფაქტორიდან გადადის უბრალოდ ჩვეულებრივ მოცემულობაში. არ გეტყვით ჯერ რას ვფიქრობ ამ მანქანაზე საბოლოო ჯამში. ერთად მივიდეთ მაგ დასკვნამდე. 2010-იანების მეორე 10 წლეულში BMW-მ წარგვიდგინა უკვე კონცეპტი ორი ავტომობილი. i8 და i3. i8 იყო ინოვაციური სუპერკარის, ან მოდი ვთქვათ,
უფრო სპორტკარის მომავლის ხედვით იყო გაკეთებული სპორტკარი, ხოლო აი სამი იყო ჩვეულებრივი ჰეჯბეკი, რომელიც უფრო ყოველდღიური ავტომობილი უნდა ყოფილიყო. არც ერთი მომწონს დიდად და არც მეორე, ესე გეტყვით, მაგრამ ამ ავტომობილს ეკუთვნის, რომ ერთი კარგი ვიდეო მივუძღვნათ. პირველ რიგში დავიწყოთ იქედან, რომ ავტომობილი სიმსუბუქის გამო არის თავიდან ბოლომდე კარბონის კარკასით და ეს ყველაფერი თან ვიზუალურად ჩანს, არა გარედან, მაგრამ როდესაც გავხსნით კარს, როგორც კარი, ასევე თვითონ კარის ჭრილიც არის სულ კარბონი. ეს ძალიან კარგია. კიდევ ერთი მიზეზი, რაც შეგიძლია რომ გაამარიაჟო, როდესაც ეს ავტომობილი ყავს და ალბათ ეს ავტომობილი იმისთვის ყავს, რომ იმარიაჟო 99% შემთხვევაში. და იმ 1% შემთხვევაში უბრალოდ ტექ-ტიპი ხარ, რომელსაც ძალიან მოსწონს ტექნოლოგიები. და მეც სხვა არაფერს არ ეძებს ავტომობილში. ეს ავტომობილი არის ჰიბრიდული სპორტკარი და ერთ-ერთი პიონერი ჰიბრიდულ სპორტკარებში, იმიტომ რომ 12 წლის წინ არც თუ ისე ბევრი იყო ჰიბრიდული სპორტული ავტომობილები. Honda-ს რომ BMW-სთვის ეთხოვა ინსაიტის შექმნა, აი ამას გაუგზავნიდნენ. ანუ მიახლოებულ სკეჩებს დაახლოებით. ვიზუალურად როგორც თვალისთვის არის მომგებიანი და მიმზიდველი, ისევე არის ქარისთვის, იმიტომ რომ ყველა ეს ჭრილი მიმართავს ქარის ნაკადს ისე, რომ ავტომობილს კონდეს რაც შეიძლება მეტი რეინჯი და რაც შეიძლება ნაკლები საწვავით და ენერგიის დანახარჯით გაიაროს მეტი კილომეტრი. თუ დავაკვირდებით ავტომობილს უკანა ნაწილში აქვს ძალიან საინტერესო ჭრილი, საიდანაც ჰაერი მოდის უკან და ეგრეთ წოდებულ downforce ქმნის ავტომობილის უკანა მხარეს ასფალტზე აწებებს. გარდა ამისა, ეს ნაწილი თითქოს ვიზუალური ეფექტია, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, აქ კიდევ არის ჭრილი, რომელიც ამ ჰაერის ნაკადს ორი მიმართულებით მიმართავს. ერთი downforce-ისთვის, უფრო დიდი ნაკადი, ხოლო მეორე გაგრილებისთვის. მაშუქებიც ძალიან კარგად არის დიზაინში ინტეგრირებული და ამ ავტომობილს რომ შევხედავთ, სულ რომ არ ეწეროს უკან e-drive, აი ამ ლურჯი გაფორმებებით უკვე ხვდებით, რომ თუ ბოლომდე ელექტრო არა, რაღაც ჰიბრიდულ ავტომობილთან გვაქვს საქმე. ახალ G82-ის რესტაილინგში დაახლოებით ეს ამბავია, ზოლებიანი ლედები, წვრილი ზოლებით, რომელიც ძალიან ეფექტურია და რეალურად 2014-ში უკვე იყო მსგავსი დიზაინი ხელმისაწვდომი. დისკებიც გვაქვს ძალიან ლამაზი, ასევე აეროდინამიკაზეა გათვლილი, რაც არ მომწონს არის როგორც დისკი, შესაბამისად საბურავიც ძალიან ვიწრო და როდესაც ამ ავტომობილს უკნიდან უყურებ, ან სხვა ავტომობილით მიყვები, ეს ვიწრო საბურავები ამ დიზაინს არ უხდება. სუპერკარის კარი, Lambo Doors დაუძახოთ, მოდი. ძალიან მომგებიანია, ასე ვთქვათ, ვიზუალურად, იმ ეფექტს ახდენს, რა ეფექტის მოხდენაც ამ ავტომობილის პატრონს სურს, მაგრამ ამ ავტომობილში ჩასვლას და ამოსვლას ართულებს. კი, ამ ავტომობილში არ ჯდები და არ გადმოდიხარ, ამ ავტომობილში ჩადიხარ და ამოდიხარ. ეს ცენტრალური ნაწილი, რომელიც შენსა და სავარძელს შორის არის, მაღალზე რჩება, სავარძელი კი ამ ბრენდისთვის დამახასიათებლად დაბლა აყენია და გიწევს რომ ჩავარდე და ესე ჩაჯდე და გადმოსვლის დროსაც უნდა ამოძვრე ამ მანქანიდან. შიგნით ყველაფერი არის ძალიან ნაცნობი და ამავდროულად ამ ნაცნობის ცოტა უფრო ინოვაციური, ახლებური და მოდერნიზებული დიზაინით. ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს უკვე 12 წლის ავტომობილია. როდესაც ეს ავტომობილი 2014 წელს BMW-მ წარადგინა, ის შეადარეს R8-ს და მას მომავლის Audi R8-ს კი უწოდეს. 2030 წლის Audi R8. მიუხედავად იმისა, რომ R8 10 ცილინდრიან ძრავს გვთავაზობდა, BMW-მ კი სამიანი შემოგთავაზა, მაინც ადარებდნენ Audi R8-ს. ჩემი აზრით ამ ორ ავტომობილს იმის გარდან რომ ვიზუალურად ორივე ყურადღებას იქცევს, სხვა არანაირი საერთო არ აქვთ. ეს ჰიბრიდული სუპერკარი ჯამში გამოიმუშავებს 362 ცხენის ძალას.
საიდანაც ელექტრომოტორი 131 მეტრს, ხოლო შიდაწვის ძრავა 232 ცხენის ძალას გვჩუქნის, მაგრამ ცხენის ძალებზე მნიშვნელოვანი აქ არის ნიუტონ-მეტრები. ავტომობილი გამოიმუშავებს 320 ნიუტონ-მეტრს, მაგრამ ელექტროძრავა ამატებს 250 ნიუტონ-მეტრს, რომელიც ნებისმიერ მომენტში თავიდან ბოლომდეა ხელმისაწვდომი, რაც აჩქარებას ძალიან სასიამოვნოს ხდის. რთულია მოძებნო რაკურსი, საიდანაც ეს ავტომობილი ეფექტური არ იქნება. გარდა ერთი პატარა მომენტისა, თუ აი აქედან შევხედავთ უკანა ფრთას, ჩანს დაკიდების სისტემის ნაწილები, რაც არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება, როდესაც აი ესეთ სილამაზეს უყურებ. დიზაინით ამ მანქანამ შოკი მოჰგვარა ყველას. მრავალფენიანი დიზაინი ჰქონდა, ასე ვთქვათ და რა მაგარი იქნებოდა ეს ინოვაცია და მომავლის ხედვები რო დაეკიდებინათ და ამ ავტომობილში 10 ცილინდრიანი ძრავი ჩაეგდოთ. დღეს ის მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ალბათ მინიმუმ 4-5 მეტი მაინც ეღირებოდა. მაგრამ გადაწყვიტეს რომ ჰიბრიდად მოევლინათ ამ სამყაროში აირვა F82 M4-ზე ცოტა მეტი და G82 M4-ზე ცოტა ნაკლები გამოდის ამ ავტომობილის საშუალო საბაზრო ღირებულება. არც თუ ისე ხელმიუწვდომელია, როგორც ერთი შეხედვით ვიზუალურად გამოიყურება და როგორ ეფექტსაც ტოვებს. ჩემი აზრით ეს არის IT-შნიკების სუპერკარი. ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინოვაციებს და ტექნოლოგიებს დიდ პატივს სცემენ და დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა ავტომოყვარულები ნაკლებად არიან. ჩემთვის და დიდი ალბათობით თქვენთვის, რადგან ამ არხს უყურებთ, ამ ავტომობილს აკლია სული. გამომდინარე იქედან, რომ ამ ავტომობილს აქვს როგორც შიდაწვის, ასევე ელექტროძრავა და თან არის 4-ვე წამყვანი. ერთი არის პასუხისმგებელი უკანა მხარეზე, ხოლო მეორე ძრავა არის პასუხისმგებელი წინა მხარეზე და ისინი ერთმანეთთან ტექნიკურად, მექანიკურად არ არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს აკეთებს კომპიუტერი და შესაბამისად მათ შორის გადაბმულობა, ასე ვთქვათ, არის უფრო რბილი, უფრო საინტერესო და როდესაც გინდა რომ ეს ავტომობილი იყოს უკანა წამყვანი, ის ამის საშუალებას გაძლევს, მაგრამ ასე ვიტყოდი რომ ამ ბრენდისთვის არასაკმარისად გიშვებს რომ თუნდაც ერთი პატარა უწყინარი დონატი გააკეთო, მაგრამ აქ რომ იყოს Hyundai-ის ლოგო, ვიტყოდი რომ ძალიან დიდი დოზით აქვს ამ ავტომობილს ფან ფაქტორი. ავტომობილს აქვს 3 სვლის რეჟიმი: ეკოპრო, კომფორტი და სპორტი. სპორტში ის არის 4-ვე ამძრავი მუდმივად, ეკოპროში არის ის წინა ამძრავი, ხოლო როდესაც კომფორტ რეჟიმი გვაქვს არჩეული, ის თვითონ წყვეტს, როდის იყოს წინა და როდის იყოს უკანა წამყვანი. აირვა ტექნიკურად მეც თქვენთან ერთად დღეს პირველად გავიცან. რაც ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა, იყო მისი ვიზუალური მხარე, რომელზეც პირადად მინდოდა ცოტა უფრო მეტი დაკვირვება და რაც უფრო მეტად დავაკვირდი, მით უფრო მეტად დავაფასე და მით უფრო მეტად მომეწონა. ტექნიკურად მომწონს ის თუ როგორ არის ყველაფერი გაკეთებული. ბევრი აქვს ნაფიქრი და ნამუშევარი ამ ყველაფერზე, თუმცა არ მომწონს ის რომ 3 ცილინდრიანი 1.5 ლიტრიანი ძრავა მაქვს ჰიბრიდულ სპორტ კარში. BMW გამოვიდა და განაცხადა რომ არ არის აუცილებელი ელექტროავტომობილი ან ჰიბრიდული ავტომობილი იყოს მოსაწყენი, პირიქით შეიძლება იყოს ძალიან სახალისო, აი ესეთი ეგზოტიკური ვიზუალის მქონე და გაგიხალისოს ყოველი მოგზაურობა. მათ ეს 2014 წელს ძალიან კარგად გამოუვიდათ, მაგრამ დღეს როგორც გრძელდება BMW-ს ახალი მოდელები და მათში ჰიბრიდული ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ჩემთვის არც თუ ისე საინტერესო და მიმზიდველია. თუ ავტომოყვარული ხარ და M4-ს აირვა ამჯობინე, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე უფრო მეც ფიქრობ, თუ ისინი რას იფიქრებენ, ვიდრე იმაზე, თუ შენ რა შეგრძნებებს მოგანიჭებს ავტომობილი. დღეს ერთდღიანი ურთიერთობის შემდეგ ამ ავტომობილთან მივხვდი, თუ რატომ შეაჩერა ჯერემი კლარკსონმა F80 M3-ზე არჩევანი. თქვენთან ერთად ვიყავი მე, პაპელა, გამოიწერეთ არხი, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ვიდეოს გადაღება რომ დავასრულეთ, კიდევ რამდენიმე საათი გავჩერდით ქალაქში და ვცდილობდით უფრო კარგად გაგვეცნო და გამოგვეცადა ეს მანქანა და საერთოდ გაგვეგო რა არის და რისთვის არსებობს. პირადად მე დამაკლდა ის ემოცია, რაც ზოგადად ამ ბრენდთან ასოცირდება ჩემთვის. პირველი ასოციაცია, რაც მომდის BMW-ზე, არის ის, რომ გვერდულად უნდა წავიდე. SUV-თაც კი.
ამ მანქანას ეგ ამბავი უჭირს, გამომდინარე იქიდან რომ სამცილინდრიანი ძრავა ხმაშიც ცოტა მოიკოჭროს მიუხედავად იმისა რომ საინტერესო ხმა აქვს, მაგრამ იმდენად დიდ ეფექტს ახდენს ვიზუალურად და იმდენად კომფორტულია სპორტკარის კვალობაზე, რომ ამ ორივე სინთეზი ერთად ქმნის ძალიან კარგ GT კლასის ავტომობილს. და ვფიქრობ, რომ თუ ამ სტილის მანქანა გაინტერესებთ და იმას არ ეძებთ მანქანაში, რასაც მე, მაშინ თავის ფასში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. ასე რომ მანამდე ვიდეოდან თუ ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება დაგხსნათ, რომ ეს მანქანა დავიწუნეთ, ეგრე არ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ფასში. რომლის ჩამოყვანაშიც ამერიკიდან რა თქმა უნდა Carline ავტოიმპორტი დაგვეხმარება და თუ ვინმე ვიდეოში შეცდომაში შეგიყვანეთ, აი ბოდიშის ნიშნად არეონებს დაგიტოვებთ, მე წავედი მომავალ ვიდეომდე.